მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ვიცი რომ გვიანია. საერთოდ ამ დროს არ ვიცი ვინმე თუ შემოვა. მაგრამ ეხლა მოვიცალე და ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ გავაკეთოთ ლაივი, გადადროთული გრაფიკი მაქვს და ეხლა მოვიცალე შესაბამისად არ უშავს ვიც ახლა ვერ დაესწრება, ჩანაწერს ნახავენ აუცილებლად. თუ ვისაუბროთ იმ ტენდენციებზე, რაც გვაქვს, ხო? და კიდევ ერთ მნიშვნელოვან და საჭირო ბოროტო საკითხს მინდა შევეხო წინა ლაივის კომენტარებში დამიწერეს და ვფიქრობ უნდა გავუცეთ ამ კითხვის პასუხი, ისე მეც მინდოდა მაგ თემის განხილვა დიდი ხანია და ვფიქრობ ჯობია განვიხილოთ. თან პაულო სანტოს ლავანთე წმინდახე პაულო სანტო მოკლედ ჯერ დავიწყოთ იმით, საერთოდ რა ასტროლოგიური ტენდენციები გვაქვს ახლა. სხვაშორის ბევრი მწერდა ამაზე, რომ აი დავუშვათ რაღაცა ურთიერთობების დაარტყავა იმ სავსე მთვარემ, ხო, რაც გვქონდა 2 აპრილს. მართლაც ურთიერთობებს შეეხებოდა სავსე მთვარეობა სასწორი ვერძის ღერძზე. მე ამაზე ვსაუბრობდი კიდევ წინა ლაივებში. იმიტომ რომ ზოგადად სასწორი და ვერძი ასტროლოგიურად ეს არის ურთიერთობების კვანძი, ხო? ანუ ეს არის ურთიერთობები, დიპლომატია. მე დავთმობ თუ შევინარჩუნებ დავუშვათ რაღაცა ამ ჩემს პირად სივრცეს, ჩემს აზრს, ხო? და ეს არის სამუდროულად კიდევ მიზნების მიღწევა დიპლომატიის გამოყენებით. ხო, საკმაოდ ვრცელ და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, ხო, ეს სასამართლოება და რატომ შეიძლება და მომხდარიყო, აი, ზუსტადაც რომ დაშორება. ეხლა ყველა წყვილი მინდა გავაფრთხილო საერთოდ, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს ვენერა პლუტონის კვადრატი. ეს არის კრიზისული ასპექტი, ასე ვთქვათ, პირადი ურთიერთობებისთვის. არა მხოლოდ პირადს ეხება ეს, მაგრამ ჯერ პირადზე მინდა ვისაუბრო. კი, რა თქმა უნდა, მე ვთქვი, რომ ვენერა კურორტში რომ შევიდა, ეს არის კარგი პერიოდი, ასე ვთქვათ, სერიოზული გრძელვადიანი კავშირებისთვის, მაგრამ თან პლუს გვემატება მაინც ეს ასპექტი და თუ უკვე ხართ ამ რაღაცა გრძელვადიან ურთიერთობაში, თქვენი ურთიერთობა ასე ვთქვათ, რაღაცა გამოცდის ეტაპზეა ახლა, ხო, ანუ რაღაცა კრიზისული მომენტი არის და ამ კრიზისს თუ გაუძლებთ, გადახვალთ რაღაცა ახალ ლეველზე თქვენი ურთიერთობის, ხო, ახალ დონეზე. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ, ხო? ზოგისთვის ეს რაღაცა დაშორების დამთავრდა, ზოგმა წყვილმა გაუძლო და აი რაღაცა ახალ დონეზე გადავიდნენ. მოკლედ, ძალიან ტრანსფორმაციული და ცოტა კრიზისული პერიოდი ახლა პირადი ურთიერთობებისთვის. და რაც შეეხება ფინანსებს, ხო, ვენერა ფინანსებით არის. ფინანსებსაც შეეხება ეს. ანუ ეხლა უნდა ვისწავლოთ ჩვენ მაქსიმალურად ფინანსების ეგრეგორთან სწორი დამოკიდებულება. ანუ არ გქონდეს რაღაცა ობსესია, ზედმეტი, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობა, იმიტომ რომ აქ ირთვება უკვე სამყაროს ბალანსის კანონი. როდესაც ზედმეტად ვეჯაჭვებით რაღაცას ეს გაგვექცევა, გაგვირბის. ეს ასეა რეალურად, ხო? ეხლა ეს რო ჩავთვალოთ, ეს არის ჩვეულებრივი მეტაფიზიკა ეხლა, მაგრამ არ მინდა ეხლა ფორმულების განხილვა და ამ თეორიების იმიტომ საათები უნდა მაგის ახსნას, მაგრამ მარტივად და მოკლედ და გასაგებად რო ვთქვათ, რაზეც, ასე ვთქვათ, ზედმეტ ფოკუს, ხო, აი რაღაცის ლოკუს კონტროლი რო გვაქვს ჩვენ ადამიანებს, ხო, ყურადღების კონტროლი, რაზეც ზედმეტ ყურადღებას, ასე ვთქვათ, ვიჩენთ, ზედმეტ ენერგიას, ასე ვთქვათ, მივუშვებთ ხოლმე იმ მიმართულებით და შემდგომში ეს მერე არ ხდება. ეს ასეა, ანუ ბალანსი რომ იყოს ჩვენ ცხოვრებაში, რაც ზედმეტად გინდათ, ის არ ხდება. ეს ასეა ზოგადად. ან ხდება ძალიან რთულად და გაწელილად. ამიტომ ფინანსებთან მიმართებაში ახლა გაკვეთილია ყველასთვის, რომ ვისწავლოთ სწორი ფინანსების ინვესტიცია და განაწილება. ანუ ფინანსების ეგრეგორს, რა თქმა უნდა, თავისი კანონები აქვს. და იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ კონკრეტულად თქვენ, როგორ უნდა მოიქცეთ ფინანსების ეგრეგორთან, ანუ თქვენ რა ფინანსური კოდი გაქვთ, რა ფინანსური პოტენციალი გაქვთ, ხო? თქვენთვის, ასე ვთქვათ, რა არ შეიძლება ფინანსებთან მიმართებაში და რა შეიძლება, ხო? ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ვიცოდეთ თქვენი ეს ფინანსური კარმის კანალი, რაც არის, ხო, ეს კოდირება ჩანს ბედის მატრიცაში, უნდა ვიცოდეთ თქვენი ვენერას მდებარეობა, იუპიტერის ასპექტირება და მდებარეობა, კარმული კვანძები, მოკლედ მთლიანობაში რუკარო
ვიცოდეთ თქვენი, იქ ამოვიკითხავთ, რომ აი რა ფინანსური პოტენციალი გაქვთ. და თქვენთვის დაუშვათ გარისკვაჯობია თუ პირიქით ეკონომია. ეხლა ზოგ ადამიანს ისეთი ფინანსური ენერგიები აქვს, რომ უმჯობესია ხოლმე ეკონომია და უფრო მერე მოздით. და ზოგს პირიქით თუ არ გარისკა და ეს ბოლო კაპიკიც არ დახარჯა რაღაცაში, არ მოდის ფული. ეგეთი ენერგიებიც არის, რა თქმა უნდა. ეხლა მე წლებია, ასე ვთქვათ, პრაქტიკოსი, ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ვარ, ამიტომ ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. ყველა ადამიანს აქვს რაღაც თავისი ინდივიდუალური კოდირება მაინც ფინანსებთან მიმართებაში. ხა ამიტომ არ მიყვარს ხოლმე, რომ აი დაუშვათ გამოდიან და ეს განზოგადებულად რო საუბრობენ ფინანსებზე. ანუ ყველა ადამიანს ერთნაირად არ მოხდის ფინანსები და მეთანხმებით. ხო, ხა ზოგს მოხდის წკაბ და მარტივად, ზოგს კი მთელი ცხოვრება და წლები შრომა უწევს, რომ რაღაცა მიუვიდეს, ხო? ანუ ეს უკვე განსხვავებაა ჩვენ შორის, ხო, ყველა ადამიანის შორის. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ფინანსური კოდი რა არის და ეს თქვენი ფინანსური კოდი ჩამოშტილია თქვენს ბედის მატრიცაში. ეს სერვისიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ბედის მატრიცა, პირადი რუკის გაშიფრვა, კონსულტაციები ამ თემაზე, ვისაც გაინტერესებთ, ეხლა არის idеალური დრო თუ არ იცით რომ გაიგოთ, იმიტომ რომ ეს ვენერა პლუტონის კვადრატი, ეს ნეგატიური ასპექტი, ზუსტადაც რომ ასე ვთქვათ, აი ფაქტობრივად ძალით მივყავართ, რომ გავიაზროთ აი რა ფინანსური პოტენციალი გვაქვს, რა კოდირება და ასე შემდეგ. და კიდევ პირად ურთიერთობებში რა ტოქსიკური ქცევითი ჩვევები, პატერნები გვაქვს, რაც გვიშლის ხელს, რომ რაღაცა ჰარმონიული ურთიერთობები შევქმნათ. სად დაუშვათ არ გვიყვარს ჩვენი თავი საკმარისად, ხო? იმიტომ რომ ხა სიყვარული მარტო არ იწყება რაღაცა სხვა ადამიანი რო გიყვარს. ეს არის საკუთარი თავის მიმართ სიყვარული და პატრიოტიზმი, ხო? შემთხვევაში მაგ მხრივაც არის ხოლმე რაღაც ხარვეზები, ხო? ადამიანებში და ამასაც განვიხილავთ ხოლმე მე ჩვენ კონსულტაციაზე ძალიან კარგად ჩანს რა ტრაუმებია ბავშვობიდან რა გიშლით ხელს, რომ ბოლომდე მიიღოს თქვენი თავი და შეიყვაროთ და შესაბამისად, როდესაც ადამიანი რაღაცა სწავლობს თავის ბოლომდე მიიღებას და შეყვარებას, ავტომატურად ის ასხივებს უკვე ამ თავის სიყვარულის ენერგიებს და იზიდავს უკვე შესაბამის პარტნიორს, რომელიც კი არ დატანჯავს, არამედ უფრო გააბედნიერებს. ამიტომ აქ ესეთი ძალიან მარტივი თითქოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთული ლოგიკა არის აი ამ ყველაფერში და ამაშია ცხოვრების პარადოქსი, ზუსტად მეგობრებო, მაგრამ აი ამ საკითხების ცოდნა თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ უნდა იცოდეთ თქვენი ბედის მატრიცა, თქვენი პირადი რუკა, ხო, პერსონალური ჰოროსკოპი. აქ ყველაფერი ჩანს, ანუ ეს ორი ასე ვთქვათ სერვისი, ხო, არის თქვენი გზამკვლევი ცხოვრების განმავლობაში, რომ აი საით უნდა წახვიდეთ, სად არა, ანუ როგორ მოიზიდოთ რაღაცა ჰარმონიული კავშირი, ანუ ფინანსები, ხო, რა მოგეთხოვებათ, რა კარმა გაქვთ, ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქ ჩანს. ანუ რეალურად ყველა ადამიანი რომ იბადება პლანეტაზე, ხო, მისი დაბადების თარიღი და წელი ეს არის უკვე კოდირება, ასე ვთქვათ, აი რა ცხოვრებისეული გზა უნდა გაიაროს, რა ვარიანტები აქვს, ასე ვთქვათ, მის სულს განვითარების, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. თან კომპიუტერთან შემოვალ, რამე ეს კითხვა არ გამომეპაროს. მაგრამ პრინციპში კითხვები არ არის ჯერჯერობით, ხო, იმიტომ რომ გვიან მომიწია ლაივის გაკეთება და მაგიტომ. ესე იგი, ვენერა პლუტონის ნეგატიური ასპექტირება, უკვე ვთქვით, ხო? ცოტა ფრთხილად უნდა, ასე ვთქვათ, მივუდგეთ ახლა როგორც სასწავლო საკითხებს, ასევე ფინანსურ ინვესტიციებს. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ, აი თქვენთვის რა არის ახლა დადებითი პერიოდი, ტრანზიტი იმისთვის, რომ რაღაცა აი დაუშვათ აი ბიზნესი წამოიწყოთ, ან ბიზნესის გაფართოება თუ გინდათ, ხო? აი თარიღის გამოთვლა არის მაგისთვის საჭირო. ახლა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს ვენერა პლუტონის დაპირისპირება გვაქვს. მოკლედ ძალიან ტრანსფორმაციული წლებია ახლა ჩვენს პლანეტაზე. ბოლო რაღაცა 2-3 წელი ძალიან დაარტყა მოკლედ რაღაც ახალი ენერგიების შემოვიდა და ეს რაღაც ტრანსფორმაციული პერიოდია ყველასთვის ამ პლანეტაზე და განსაკუთრებით წელს. რატომ? იმიტომ რომ რაღაც ახალ ეპოქაში შევდივართ. ახლა მე ამაზე ვლაპარაკობ და კიდეც წლის პროგნოზში, ხო, რომ რაღაცა ახალ ენერგიებში შევდივართ ყველა კოლექტიურად, სადაც ადამიანი უნდა იყოს უფრო მეტწილად
ინფორმირებული. ანუ ინფორმაცია არის ჩვენი იარაღი, რაც გვიცავს რეალურად, უნდა იყოს გაფრთხილებული და უნდა იცოდეს, ანუ გათვითცნობიერებული ქონდეს, ვინ არის ის და რა ფუნქცია აქვს, ასე ვთქვათ, ამ მატრიცაში, ხო, ანუ ამ galaktikაში მოდით ასე ვიტყვი, ამ პლანეტაზე, ამ საერთოდ რატომ მოვიდა, რა არის მისი სულის მიზანი საერთოდ, ხო? ანუ ეს ძალიან სიღრმისეული საკითხებია და შეიძლება წლების წინ გეშინოდათ კიდეც აი ამ კითხვის დასმა თქვენი თავისთვის, მაგრამ ეხლა უნდა დავუსვათ, იმიტომ რომ ეხლა მასეთ გადამტეხ პერიოდში ვართ, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს რა ფუნქცია აქვს მას, ხო და რა კარმული მისიით მოვიდა ის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. სწორედ ამიტომ არის ეხლა რომ ბევრი ადამიანი რაღაც კრიზისებს გადის ეხლა აქტიურად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უკვე ისეთ რეალობაში შევდივართ, სადაც უკვე აღარ გვეპატიება მოკლედ, რომ არ ვიცოდეთ ვინ ვართ და საერთოდ რა გზას დავადგეთ. ეხლა ის კი არა რომ რა გვითხრა სკოლაში და რა გვითხრა მშობლებმა, რომ ეს შენასთი იყავი და იქ იარე. არა, რაც გვეუბნება ჩვენი პლანეტები, ჩვენი პირადი ჰოროსკოპი, ჩვენი უზენაესი მე ზეც არას გეუბნებათ, ხო დაუშვათ, ხო? ეს არის აქ მთავარი, ის კი არა გარშემოყოფები რას გეუბნებიან, რომ შენასთი უნდა იყო. ამიტომ ეხლა მივედით ყველა ამ კრიტიკულ წერტილში, რომ იცოდეთ რეალურად თქვენთვის რა არის მორგებული, რა პროფესიაში, რა სფეროში იქნებით თან ბედნიერი და თან დაფასებული, მათ შორის მატერიალურად და მოკლედ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდია მაგ მიმართულებით, ხო? რომ ეს გავიგოთ. ხავე შემოვალ კომპიუტერით დავინახო კითხვები. სასწორზე რა სიტყვით? ხო, სასწორებზე მე ვისაუბრე ტელევიზიაში რომ ვიყავი, პროგნოზი მქონდა, ასე ვთქვათ, ამ პერიოდის პროგნოზი. ეხლა სასწორებს აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი. დაახლოებით ესე 20 აპრილამდე აქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი, ანუ ენერგოტონუსი ამ ნიშნის არის დავარდნილი. ახლა მარტივად რო ვთქვათ, ეგ რას ნიშნავს? უბრალოდ შეიძლება უფრო მეტ ენერგიობას ვგრძნობდეთ და უშვათ. ან რაღაცა მოწყვეტილი ენერგიები, ან რაღაცა ნეგატიური აზრები ვქონდეთ, რაღაცა ის ბიორითმები რო არის ცოტა ასე ვთქვათ დაბალ დონეზე. აი ამან ეს იცის, ან რაღაცა მეტწილად აი კონფლიქტური სიტუაციები იქნება დაუშვათ თქვენს გარშემო და უნდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. იმუნიტეტიც არ არის ახლა მთლად ძლიერი სასწორების, ამიტომ ვურჩევ ხოლმე, რომ თუ შეუძლიათ დაუშვათ მეტი დაისვენ, ანუ მიხედონ თავის ჯანმრთელობას, ხო მენტალურ ჯანმრთელობასაც, რა თქმა უნდა, სულიერსაც. ამიტომ სასწორებზე აი ამის თქმა შეგვიძლია, რომ ეხლა არის ცოტა ისეთი პერიოდი აპრილის ბოლომდე, დაახლოებით ესე 20 აპრილამდე, რომ უმჯობესია, რომ არ აყვენ რაღაცა პროვოკაციებს, ასე ვთქვათ, არ შევიდნენ კონფლიქტებში და ასე ვთქვათ, რაღაცა გამთლიანდნენ საკუთარ თავთან და იპოვონ ეს რაღაცა ჰარმონია, შინაგანი, რასაც ისინი ეძებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში გარემოში. მოკლედ ძალიან ისეთი საინტერესო პერიოდია, გირჩევთ მეტი დაისვენოთ. რა თქმა უნდა, თუ შეგიძლიათ, ახლა თუ გრაფიკი გაქვთ ისეთი, რომ ვერ ისვენებთ, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ მინიმალური, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობები აიღოს თქვენ თავზე. ეს არის საქმნიშნულოვანი, ხო? ლომზე იყო კითხვა. ეხლა ზოგადად ცეცხლის ნიშნების პერიოდია, მეგობრებო, ხო ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ თქვენს პერსონალურ ჰოროსკოპში ტრანზიტები არ გვაქვს ნეგატიური, ტრანზიტები, თქვენი ინდივიდუალური ტრანზიტები არა ნეგატიური, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დადებითი პერიოდია ლომებისთვის და ვერძებისთვის და მშვილდოსნებისთვის. თუმცა ლომებზე დავამატებ ასეთ საინტერესო მომენტს, რომ ვინაიდან ვენერა კუროშია, ეხლა ხო ფინანსების და სიყვარულის პლანეტა, თან კვადრატში პლუტონთან საერთოდ ხო ნეგატიურ ასპექტირებაში მოკლედ ეს ნეგატიურ ტრანზიტს ქმნის, ასე ვთქვათ, ლომის ნიშანთან. ამიტომ ეხლა ვერ ვიტყვით, რომ მაინც აი ფინანსების და რაღაცა პირადი ურთიერთობების რაღაცა წამოწყების კუთხით კარგი პერიოდია ლომებისთვის. ეს ასე არ არის. უბრალოდ კარგი პერიოდია ენერგეტიკული თვალსაზრისით. ანუ მეტი ენერგია აქვთ ეხლა ლომებს იმისთვის, რომ რაღაცა ახალი შექმნან, ხო? ვინაიდან მზე არის ეხლა ვერტში.
მეგობრებო, რა თქმა უნდა, რაღაცა სიახლეები გვაქვს გვერდზე და ესეც უნდა განახოთ აუცილებლად. ვიცი, ბევრს უნდოდა და მოკლედ გვაქვს ისევ, ასე ვთქვათ, დამცავი ენერგეტიკულად, მენტალურად, ფიზიკურადაც დამცავი, მოკლედ ობსიდიანი იგივე კლანჭის სამაჯვრები. აი, ეს არის მეგობრებო ობსიდიანი, ანუ კლანჭი. ეს ვულკანური ობსიდიანია, ხო? ანუ კლანჭი ქვია რეალურად ქართულად. და რას აკეთებს ის გიცავთ ნეგატივისგან, ავითვალისგან, ჯადოსგან, ენერგეტიკული ზემოქმედებებისგან და არის ძალიან ძლიერი და რით არის უნიკალური აი ხა ჩვენი ობსიდიანი, ხო? ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ბევრ განყიდიან ხოლმე კრისტალებს, მაგრამ აი მერე წერენ ხოლმე და მეუბნებიან, რომ აი მეშინ აი აღარ ვენდობი კრისტალებს, იმიტომ რომ ვიყიდე სხვაგან და არ იმოქმედაო. მე გეტყვით, რატომ არ იმოქმედებ და პირველ რიგში აქ არის ფაქტორი, რომ ყველა ნამდვილს არ ყიდის, ეს პირველი მომენტია. მეორე არის ის, რომ ასე ვთქვათ, არ იყო გაწმენდილი და გააქტიურებული. ანუ როდესაც დავუშვათ, თუნდაც ნამდვილი კრისტალი გაქვთ, მას სჭირდება გაწმენდა და გააქტიურება ენერგეტიკული. ჩვენ გვაქვს უკვე გაწმენდილი და გააქტიურებული, ანუ მოხმარებისთვის უკვე რომ არის მზად, ანუ რომ დაგიცვათ, მაგისთვის არის უკვე დაპროგრამებული. ანუ შესაბამისად არ დაგჭირდებათ, რომ რაღაცა რიტუალები ატაროთ და ზედმეტად დაიღალოთ, იმიტომ რომ თქვენ რომ გაწმინდოთ, შეიძლება არასწორად გაწმინდოთ, ხო და პირიქით რაღაცა ნეგატივი შევიდეს მერე აი ამ კრისტალში. კრისტალები ზოგადად ინფორმაციას იბეჭდავენ, ინახავენ კრისტალებიც, ქვებიც, ხო? ამიტომ უნდა ვიყოთ ამ საკითხთან ფრთხილად. თუ არ ხართ პროფესიონალი, თუ არ ხართ ეზოთერიკოსი, უმჯობესია არც კი დამუხტოთ ეს თქვენი კრისტალები, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად გააკეთოთ და მერე რაღაცა უბედურება დაგემართოთ. ამიტომ ჩვენთან არის სწორედ გაწმენდილი, დამუხტული კრისტალები, ხო? ეს ვთქვით, რომ ობსიდიანი დამცავი, რაც ყველა ზოდიაქოს ნიშანზე მიდის, ყველა ადამიანზე მიდის, შეგვიძლიათ შეიძლება ასეთი სამაჯვრები, მეგობრებო, ჩვენთან. კიდევ რამდენიმე ეგზემპლარს განახეთ, ხა ბევრი გვაქვს რეალურად და შეკვეთებზეც მუშაობთ, ანუ დავუშვათ რა ქვისგანაც გინდათ სამკაულები ვამზადებთ და ინდივიდუალურად ხდება თქვენთვის შერჩევა. აი დაბადების თარიღს და წელს რომ მოგწერთ და თუ იცით კიდევ მიახლოებით საათი, ესეც კარგია. შერჩევა ინდივიდუალურად, აი თქვენი ეგრეგორისთვის, აი რომელი კრისტალებია, მაინც ყველაზე შესაფერისი. ანუ აქ მარტო ზოდიაქოს ნიშანზე, ანუ მზის ნიშანზე ჩვენ არ ვამახვილებთ ყურადღებას, უფრო სიღრმისეულ ანალიზს ვაკეთებთ, ხო? იმისთვის რომ თქვენ ინდივიდუალურად, ასე ვთქვათ, შეგირჩიოთ რა შეგეფერებათ. და რა თქმა უნდა, აი მარჯნის სამაჯური, ესა წითელი მარჯნის სამაჯური. ეხლა ეს არის იდეალური ცეცხლის ნიშნებისთვის და ვისაც პირად რუკაში აქვს, აი არ ვიცი, ვენერა ვერძი, ვენერა ლომი, ვენერა მშვილდოსანი, დავუშვათ მარსი ვერძი, მარსი ლომი, მარსი მშვილდოსანი და სხვა პლანეტები, ხო? აი ამ რომელიღაცა სამ ნიშანში, ხო? აი ცეცხლის სტიქიის გავლენა ვისაც აქვს საერთოდ, ხო? იმიტომ რომ აი ეს არის ცეცხლის სტიქიისთვის იდეალური. და დავუშვათ აი მიწის სტიქიდან კიდევ შეეფერება თხის რგას და წყლის სტიქიდან მურიელს, ხო? ანუ ყველა ნიშანს რომელსაც ახასიათებს ასეთი მიზანდასახულობა და ესეთი კრიტიკული აზროვნება და ეს მასკულინური ენერგიები სადაც არის, ხო? ეს ასე ვთქვათ, სამაჯური რაში დაგეხმარებათ? ნუ ისევ და ისევ გაწმენდილია, გააქტიურებულია, შეგიძლიათ როგორც კი შეიძლება ეგრევე გამოიყენოთ, არ ჭირდება დამატებით გაწმენდები და საოცრებს მწერდნენ ხოლმე, რომ რაღაცა ჩავალბე მარილიან წყალშიო და რაღაცები არა, ეგით რაღაცები არ შეიძლება. თან ზოგიერთი კრისტალი მერე ქიმიურ რეაქციაში შედის ბუნებრივად და შეიძლება დაზიანდეს, ხო? ან რაღაცა ისე კარგად ვერ იმუშაოს, ამიტომ უკვე გაწმენდილი და გააქტიურებული. მოკლედ რისთვის გჭირდება? დაგეხმარებათ, რომ გაიმარჯვოთ, რომ მოგემატოთ ქარიზმა, იყოთ უფრო დამაჯერებელი. და ეს გამარჯვებული შლეიფი გქონდეთ მოკლედ ეს მთელი დღის განმავლობაში, როცა ამას ატარებთ. მე მაინც ძილს კრისტალებთან ერთად არ გირჩევთ, იმიტომ რომ მაინც დღეს განმავლობაში რაღაცა ენერგიებს ხო ფილტრავს. ანუ იმისთვის რომ არ მოუშვას თქვენს აურამ და ეს ენერგიები ის ხომ ინახავს შემდგომში თავის თავში და იფილტრება ღამის განმავლობაში. ჯობია რომ აი ცალკე დადოს და უშუალოდ არ დაიძინოთ სამაჯურით, ხო კრისტალის დავუშვათ,
ხო, მინერალის სამაჯურით, იმიტომ რომ ეს ენერგიები მერე შეიძლება თქვენზე გადმოვიდეს ღამე. ამიტომ ჯობია მოიხსნათ ღამე და სადმე სხვა ადგილას დადოთ, ხო? ეს მარჯანი ძალიან კარგი არის იმისთვის, თუ გინდათ გაიმარჯვოთ ზოგადად, ხო? ამიტომ თუ დავუშვათ არ ხართ არც ვერძი, არც ლომი, არც ფრულოსანი, არც დღესკი, არც მორიელი, მაგრამ პირად რუკაში არის, აი რომელიმე ამ ნიშნის გავლენა, ხო? შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, კი ბატონო. არ არის პრობლემა. ან უბრალოდ ახლა ვისაც დეფიციტი აქვს პირიქით ახლა ცეცხლის ენერგიების თავის ცხოვრებაში და უჭირს რაღაცა პირდაპირ თავისი აზრის დაფიქსირება, თავის დაცვა და გამარჯვება, იდეალურია ამისთვის. კიდევ, მარგალიტი რა თქმა უნდა განახეთ, მარგალიტის სამყაული წინაზე და ახლა რაღაცა ცოტა მიდევს აქ, უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ მაინც განახებთ. კიდევ ინტერესი გამოიწვია. ეს არის რა? ეს არის თევზების სამაჯურია ულამაზესი, მეგობრებო, თევზების და აქ არის გაერთიანებული რამოდენიმე ქვა. კერძოდ ესა 3 ქვა, ხო? ლაბრადორიტი, ამეთვისტო, აკვამარინი და ლაპის ლაზული. ანუ ეს ყველა არის თევზების ზოდიაქოს ქვა. და იდეალურია ხა თუ თევზები ხართ და უშთან თევზი მეგობრისთვის გინდათ საჩუქრად იდეალურია. ყველა თევზებზე მიდის, ყველა თევზებს შეეფერება. უფრო ააქტიურებს ინტუიციას, უფრო ამშვიდებს. ხო, ხა ჩვენ ვიცით რომ თევზები არის ზოგადად მგრძნობიარე ნიშანი და უფრო ამშვიდებს. უფრო ეხმარება რომ ენერგეტიკულად დაცული და დაბალანსებული იყოს თევზები და არ აყვეს ზედმეტად თავის ემოციებს, ხო? ამიტომ ეს კომბინაცია იმიტომ ავარჩიე, მე ავარჩიე, რომ აი ასეთი სამაჯური ყოფილი იყო ზუსტადად რომ, ხო? ეს კომბინაციის, იმიტომ რომ მაქსიმალურად დაბალანსებული კომბინაცია ხარ. თქვენ მარტო ამეთვისტო რომ ატაროთ, თავიდან მარტო აკვამარინი თუ ხართ თევზები არ ვარ გაჯობია რომ რაღაცა სხვა კრისტალებმა დააბალანსოს კიდევ ენერგეტიკულად. ამიტომ აი შერეულად გვაქვს ყველა ზოდიაქოზე გვაქვს ვერძზე, კუროზე, სასწორზე, ლომზე, მორიელზე, თხესკაზე, ტყუპებზე, მოკლედ არ ვიცი 12 ნიშანზე გვაქვს სამაჯურები. და შეკვეთითაც ვამზადებთ. ახლა თუ რაღაც კონკრეტული კრისტალის გინდათ, ან დავუშვათ გინდათ, რომ ფინანსების მოსაზიდი კომბინაცია გქონდეთ ხელზე, ხო? ფინანსების მოსაზიდი ქვები რაც არის, ავაწყობთ, არა პრობლემა. ან ენერგეტიკული დაცვა გინდათ, ოღონდ რამოდენიმე ქვის კომბინაცია იყოს, ან სიყვარულის მოზიდვა თუ გინდათ, მაგ კომბინაციასაც ვამზადებთ, კი ბატონო. არ არის პრობლემა. მოკლედ, შეგიძლიათ რომ ეს ნატურალური ქვების 100%-ით ნატურალური ქვებია მეგობრებო ჩვენთან და არის ენერგეტიკულად გაწმენდილი, ანუ უკვე მზად არის მოხმარებისთვის. ანუ არ გჭირდებათ რომ შეიძლება რომ რაღაცა რიტუალები ჩაატაროთ, ხო? უკვე მზად არის მოხმარებისთვის, ამიტომ იმუშავებს. ახლა ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი და წერენ ხოლმე რომ აი მარიამ აი რაღაცა და რაღაცა იმაზე გვერდს ვიყიდე და რაღაცა არ აღმოჩნდა ნამდვილი ქვაო, მე რომ შევამოწმეო. ჩვენთან არის ნამდვილი ქვები, მეგობრებო, მაგაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მე თვითონ ვატარებ ქვებს, მიყვარს ქვების კრისტალების ენერგიასთან მუშაობა და ვიცი რამხელა ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ზოგადად აი ქვებთან სწორ მუშაობას. და კიდევ თუ დავუშვათ შეიძინეთ ნამდვილი, ხო? ქვა, მაგრამ არ არის დამუხტული სწორედ, მაინც არ იმუშავებს. ამიტომ იდეალური კომბინაცია არის ჩვენთან, რომ თან გაწმენდილია უკვე ენერგეტიკულად და თან არის დამუხტული, მოკლედ. როგორც კი შეგიძლიათ, არ ვიცი, იმ წამიდან გაიკეთოთ ხოლმე, თუნდაც ყოველდღიურად გამოიყენოთ, ხო? ამიტომ 12-ვე ზოდიაქოს ნიშანზე გვაქვს სამაჯურები და ყელსაბამებსაც ვამზადებთ და როგორც უკვე გითხარით, ნებისმიერი ქვა შეგიძლიათ მოგწეროთ, რა ქვისგან გინდათ რომ ავაწყოთ სამაჯური, ან კულონი, რა დიზაინის და შეკვეთებზეც მუშაობთ. რამდენიმე შეკვეთა უკვე გავაკეთეთ, ასეთი custom შეკვეთა, ასე ვთქვათ. რაც არ დაგვიდია, იმიტომ რომ ეს იყო ინდივიდუალურად ამ ადამიანის მოთხოვნა, ეს ქვები და ეს კომბინაციები მოკლედ და უკვე გავაგზავნეთ. სხვა შორის ერთი გავაგზავნეთ იტალიაში. ხო, ამიტომ უცხოეთშიც ვაგზავნით, მეგობრებო, არა პრობლემა და ნუ საქართველოს მასშტაბით რა თქმა უნდა გვაქვს სატურიერო. ამის თქმა მინდოდა, იმიტომ რომ ბევრი კითხვა წამოვიდა ქვებთან დაკავშირებით და ვიცი რომ რაღაცა
არის სკეპტიკური მიდგომაც, რომ რამდენად იმუშავებსო. ჩვენი სამაჯურები მუშაობს, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, არის გააქტიურებული ყველანაირად ენერგეტიკულად, უკვე გააქტიურებულს ვყიდით. გაჭედა თავიდან შემოვალება კომპიუტერით. ლომისთვის რომელია კარგი? ახლა ზოგადად ლომებზე თუ ლაპარაკობთ, ხო, რა თქმა უნდა, ვეფხვის თვალია იდეალური, ციტრინიც კარგია და სხვადასხვის ძალიან კარგი არის ციტრინი, ასევე ფინანსების მოსაზიდადაც და რაღაცა ის თავდაჯერებულობა უფრო რომ მოგემატოთ. კიდევ კარგია ონიქსი, ყვითელი საფირიც კარგია ლომებისთვის. ასე კარგად არ მიჩანს კომპიუტერით ყველა კითხვა, ახლა ეს თითი თავსკროლობაში. ახლავე, რომ რამე არ გამოგვრჩეს კითხვა. ხო, პრინციპში ხო, ყველა განვიხილოთ უკვე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა განვიხილო, ხო, არის დასაწყისში რაც თქვი ლაივის, რომ მოდით განვიხილოთო, ესე იგი მომწერეს, რომ რამდენად არისო, აი ძალიან საინტერესო თემა არის, რომ ეს ძალიან საჭიროებო საკითხია სხვადასხვა, რომ რამდენად, ასე ვთქვათ, ეწინააღმდეგება ასტროლოგია ქრისტიანობას, ხო, რელიგიას. ას რაღაცები რომ მესმის ცოტა მეღიმება, იმიტომ რომ ეს არის სრული აბსურდი და მაგიტო. მოკლედ, მეგობრებო. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე დიდი ხანია ვარ ასტროლოგიაში და ვიცი ეს სფერო, ხო, ნუმეროლოგიაც ასტროლოგია, ეზოთერიკა. არც ერთ ასტროლოგიურ სწავლებაში არ არის ცნება, რომ ღმერთი არ არსებობს. არ არის, ამ ეგეთი რამ არ არის საერთოდ. პირიქით. ჩვენ ვსწავლობთ პლანეტების, ციური სხეულების ზეგავლენას, რაც რა თქმა უნდა ღმერთმა შექმნა, და ჩვენ ამას არ ვუარყოფთ, ხო? ანუ ასტროლოგიაში ამას არ ვუარყოფთ, რომ ღმერთმა შექმნა, უბრალოდ ჩვენ ვსწავლობთ აი ამ ციური სხეულების ზეგავლენას ადამიანზე და მის ბედზე. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ბედის კორექტირებაც შეიძლება და რა თქმა უნდა უზენაეს ძალებზე, ზეცაზე არის საბოლოო ჯამში გადამწყვეტი პასუხი ყოველთვის, ხო? მაგრამ იმის უარყოფა, რომ პლანეტების ზეგავლენა აქვს ჩვენს ბედზე, ეს სისულელეა და რა თქმა უნდა პლანეტები ღმერთმა შექმნა. მოდით ახლა ასე ვთქვათ. ასტროლოგია არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. მაგრამ რატომღაც ქრისტიანობა ძალიან ებრძვის ასტროლოგიას, მაგრამ მოდით ახლა ვიტყვი უფრო ზუსტად და სწორედ. ქრისტიანობა არ ებრძვის ასტროლოგიას, ქრისტიანობა ასე ვთქვათ, აღიარებს კიდეც ასტროლოგიას. აი მოდით გავიხსენოთ ახლა სვეტი ცხოველში რატომ არის გამოსახული, აი ქრისტია შუაში, ხო? და 12-ვე ზოდიაქოს ნიშანია გამოსახული. ქრისტიანობა რომ არ ცნობდეს ასტროლოგიას და ასტროლოგიის მნიშვნელობას ადამიანის, როგორც ღმერთის შექმნილი არსების ცხოვრებაში, რატომ იქნებოდა ეს გამოსახული? მაინტერესებს. და რომ კითხოს მამაებს, ვერც ერთ მამაოს სწორ პასუხს ვერ გაგცემთ. ზოგი საერთოდ ჩუმადაა ხოლმე. აი მე მაგათად მიკითხია და აი გაჩვდნენ რომ არ ვიცით რომ.
არ ვიცი თუ რატოა გამოსახულიო. გამოსახული ხო არის. ქრისტიანობა არ გმობს ასტროლოგიას. რეალურად ასტროლოგიას გმობენ ეს მამაოები და დედაოები, საერთოდ განათლება რო არ აქვთ ასტროლოგიაში და არ იციან რა არის ასტროლოგია საერთოდ, ხო? სამწუხაროდ ეს ასეა და მათ გაავრცელეს ეს რაღაც სტერეოტიპი, რომ თითქოს რაღაც ქრისტიანობა გმობს ასტროლოგიას. არა, თავის დროზე ქრისტეც არ გმობდა ასტროლოგიას. რა სისულელეა. რომ დაიბადა ვარსკვლავთ მრიცხველები მივიდნენ მის სანახავად და გამოითვალეს ბევრი რამ. აი რა სისულელეა. ანუ ეს არის სრული უმეცრება, უბრალოდ და გაუნათლებლობა, მეტი არაფერი. და ძალიან ცუდია დღემდე ვინმეს თუ გჯერათ, რომ ასტროლოგია არის რელიგიის წინააღმდეგი ან ქრისტიანობის წინააღმდეგი. პირიქით. თქვენ რომ იცით რა მისით მოვიდა თქვენი სული, ეს გაახლოვებთ ღმერთთან, არ გაშორებთ ეს ღმერთს პირიქით. ამიტომ ამ თემაზე კომენტარი უნდა გამეკეთებინა. ეს კითხვა მომწერეს ხოთაშორის წინა ლაივში და დიდი ხანია მინდოდა ამ თემის განხილვა და კარგი არის რომ ეხლა რაღაცა დაინტერესებაც წამოვიდა და განვიხილე. მოკლედ იმედია განვიხილეთ. ერთხელ და სამუდამოდ მოკლედ ეგ საკითხი და მიხვდით რომ არავითარ შემთხვევაში ესე იგი ასტროლოგია არ არის წინააღმდეგი ნებისმიერი რელიგიის, არანაირად, არა. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია რომ თქვენ რაც გათვითცნობიერებული იყოთ აი ამ საკითხში, რომ საერთოდ რას სწავლობს ასტროლოგია და რა არის ეს, ხო? ანუ ეს მნიშვნელოვანია და მე მიხარია სხვადასხვა რომ აი დღესდღეობით აი შედარებით თანამედროვე მამაოები, დედაოები, ხო? ვინც იცის საერთოდ რა არის ასტროლოგია და გათვითცნობიერებულია ამაში და თვითონ სწავლობენ სხვადასხვა ამ საკითხს და ბევრი კლიენტი ჩემთან მოსულა თავისი მღვდლის რეკომენდაციით, რომ ჩემმა დედაო მითხრა და ჩემმა მამამ რომ ეწადი ასტროლოგთან და ის გეტყვის და ის გირჩევს და კარგია ძალიან რომ უკვე თანამედროვე სამყაროში ეს რაღაცა სტერეოტიპები, რაც ისევ და ისევ უბრალოდ განათლებლობის გამო და ინფორმაციის არ ქონის გამო იყო ეს სტერეოტიპები, ან შეიძლება რაღაცა სხვა მიზანი ქონდათ. ესეც არის, მაგრამ გავჩუმდები, ზუსტად არ ვიცი რა მიზანი ქონდათ, რომ ეს სტერეოტიპი გაავრცელეს თავის დროზე. მაგრამ ვარაუდობ, რომ შეიძლება რაღაცა სხვა მიზანიც ქონოდა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვს ადამიანს, ასეთი ადამიანის მართვა ბევრად მარტივია. წკაპდა, დააშინებდა, მართავდა, მიიბავდა ასე შემდეგ. და ასტროლოგია ისეთ ინფორმაციას გაძლევთ, საერთოდ აი გზამკვლევია, რომ აი მე ვეღარაფერი ვეღარ გაკონტროლებთ. ვერაფერი ვერ გიბავთ, ვერ გიჯაჭვავთ, იმიტომ რომ თქვენ იცით უკვე ის ინფორმაცია, რაც განთავისუფლებთ ამ რაღაც მონობისგან და ნეგატივისგან და ამ ყველაფრის საშინელებებისგან, ხო რაც ხდება ამ პლანეტაზე. ამიტომ მე მიხარია, რომ უკვე თანამედროვეობაში არიან დედაოებიც და მამაოებიც, რომ სწავლობენ ამ საკითხს, იმიტომ რომ ვინც ასე ვთქვათ მართლა მიდის ღმერთთან, ხო? მართლა მიდის, ის ხვდება, რომ აი ღმერთის მიერ შექმნილი პლანეტები, ხო? აი რამხელა გავლენას ახდენს მთვარის ფაზები, სასუნთვარებას, ხალხი რატო აგრესიული და რატო ჩხუბობს, ხო? ან ახალმთვარებაზე რატო არის ძლიერი ენერგიები მანიფესტაციისთვის, სულს შეფიქრება გიხდება, ან დაუშვათ მერკურის ეს მშენელება რო ხდება, ხო, ეს რეტროგრადი, რატომ არის საცობები და ეს ყველაფერი ჭედავს და ხალხი, ასე ვთქვათ, ვერ თანხდება რაღაცეებზე. ანუ, როდესაც ჩვენ მართლა მივდივართ აი ამ სულიერების გზით, ხო? მივდივართ ზუსტად აი იქ, რომ შევისწავლოთ ასტროლოგიას და ნუმეროლოგიას, ხო? ციფრებიც ხო ღმერთის შექმნილია. ციფრებშიც არის ეს ენერგეტიკა, რაღაცა კოდირება ჩადებული, ხო? ორიანს თავისებური ენერგეტიკა და ეგრეგორია აქვს, ხო? ერთიანს თავისებური, 8-იანს და 5-იანს თავისებური და 6-იანს თავისებური, ხო? და ყველა ადამიანის დაბადების ციფრიც საკრალურია და ძალიან მნიშვნელოვან კოდირებას გვაძლევს, ასე ვთქვათ, იმაზე თუ რა დონის სულია, რა განვითარების სულია, ხო? რა წინაცხოვრების გამოცდილება მოიტანა მან, რა მისიით მოვიდა და ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ამით არანაირად არ ვაკნინებთ და არ ვუარყოფთ ღმერთს პირიქით. ჩვენ ვამბობთ, რომ აი რა მაგარია, რომ აი მე შემიძლია, რომ აი ვისწავლო, აი რას ნიშნავს ეს ჩემი დაბადების თარიღი და უშუალოდ და აი რა მისით მომავლინა საერთოდ ღმერთმა ამ პლანეტაზე, მე რა უნდა გავაკეთო, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ეს საკითხი იყოს განხილული და ღიად ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის სინამდვილე და რა არის უბრალოდ რაღაცა ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ხო?
ეხლა რა მიზნით გავრცელებული აქ საერთოდ სხვა საკითხია და რაღაცა სხვა გადაცემის თემაა ჩემი აზრით საერთოდ. მოკლედ მინდოდა რომ ეს მეთქვა ნამდვილად ეს კითხვა მომწერეს წინაზე და მიხარია რომ ეხლა ეს განვიხილეთ და იმედი მაქვს გაიგეთ და მე გირჩევთ რომ გააზიაროთ ეს პირდაპირ ეთერი რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს და აი ერთხელ და სამუდამოდ აღარ იყოს ეს კითხვა აღარ მწერონ რომ აი მარიამ რამდენად სწორია მე ქრისტიანი ვარ ხა მეც ქრისტიანი ვარ მეგობრებო რა თქმა უნდა მე წამს ღმერთის ბავშვობიდან მე ქრისტიანი ვარ და მე არ ვიქნებოდი ასტროლოგიაში ეს რომ ეწინააღმდეგებოდეს ქრისტიანობას ამიტომ მე ჯერ მსგავსი კითხვა თქვენგან არ გავიგო მოკლედ ვინც უყურებს ახლა ამ ლაივს იმედი მაქვს რომ დავსვით წერტილი მოკლედ და განვიხილეთ ეგ საკითხი ხო უკვე აღარ გეპატიებათ მსგავსი ეჭვები და კითხვები თუ გაქვთ მორჩა სასწორებს და ყურებს როდის გვეშველება ამაზე უკვე ვისაუბრე რეალურად 20 აპრილის მერე ან როდესაც ასე ვთქვათ მზე დატოვებს ვერც და გადავაყურო მაშინ გეშველებათ ყურებს და სასწორებს იქამდე არის ყურებისთვისაც და სასწორებისთვისაც ცოტა ესეთი ენერგიის დაქვეითების პერიოდი მეგობრებო ხო ამაზე ვისაუბრე ლაივის დასაწყისში შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ. მოკლედ ჩანაწერს აუცილებლად შევინახავთ, ხო? მეგობრებო, ვისაც გინდათ კონსულტაცია ჩემთან, ხო, პირადად გასაუბრება ან უბრალოდ განხილვა პირადი რუკის სინასტრის ან თავსებადობის ან პროგნოზის მოკლედ რელოკაციის ხო ან რამდენ სწორ ქვეყანაში ხართ შეგიძლიათ მოგწეროთ ან WhatsApp-ზე ან ჩვენს პირადში ან დატოვოთ კომენტარი და შეგეხმიანებიან ადმინები. WhatsApp-ი მითითებულია ჩვენს Facebook-ზე მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ დღეს და მოკლედ ვინც ვერ დაესწრო, მე ნახავენ ამ ლაივის ჩანაწერს. ამიტომ ეხლა ყველას გისურვებთ სწორ ინფორმაციებს ფლობდეთ და არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, უნდა იცოდეთ რა არის სულიერების მხრივ სწორი გზა და რა არასწორი და უმეცრების და გაუნათლებლობის გზა და ცრუ ინფორმაციის გზა ყოველთვის სულიერებას ეწინააღმდეგება, თუნდაც შეფუთული იყოს, რომ პირიქით ეს არ რაღაცა სულიერების გზა, ამიტომ რაც მეტ ინფორმაციას ფლობთ, მით უფრო ძლიერი ადამიანი ხართ და მით უფრო გეხსნებათ გზები ცხოვრებაში. ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან. გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ რომ ნათელი გონებით იაროთ ცხოვრებაში და გქონდეთ ის ინფორმაცია, რაც გაგაძლიერებთ და დაგეხმარებათ, რომ ყველაზე რთული კრიზისული სიტუაციებიც აღიქვათ როგორც გაკვეთილი. ხო და აი ზუსტადაც აი ასტროლოგია და ნუმეროლოგია მაგას გვაძლევს. ნამდვილად. მოკლედ აი ამ ჩანაწერს ახლა შევინახავთ აუცილებლად.